მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, თქვენი მყოფებით არხზე, ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება ტაროსთან ერთად და დღეს მინდა შემოგთავაზოთ ესეთი საჯარო გაშლა, რომელიც ებმის სხვათა შორის აი ჩემს სულ ბოლო გაშლას, რას გრძნობს ის, როცა თქვენზე ფიქრობს. პატარა შესავალს გავაკეთებ, რატომ გადავწყვიტე ამ გაშლის ჩაწერა, იმიტომ რომ ჯერ ერთი მოიპოვა ძალიან დიდი გამოხმაურება, როგორც კომენტარების სახით, ისე პირად შემწერდით ძალიან ბევრი, რომ ჩემზეა, ზუსტად ესეა, ეს ისტორია მაქვს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან მიხარია, რომ რეზონირდა თქვენთან ეს გაშლა, ისიც ძალიან მიხარია, რომ არიშურებთ ჩემი მისამართით დადებით სიტყვებს, კომპლიმენტებს, გათინაურებს, უკავშირებს, ეს ძალიან მახარებს და ძალიან ვაფასებ. მაგრამ ეხლა არის აქ მეორე საკითხი. რამდენად შეესაბამება ის სიტუაცია იმ რეალობას, რაც მართლა არის. რატო მინდა რომ ეს გაშლა ესეთი ფორმატით ჩავწერო, იმიტომ რომ ადამიანებს ხანდახან რაღაცების გაიდეალება გვიყვარს, რაღაცების იდეალიზაციისკენ ვისწრაფვით ზოგადად და ამით ვიმსუბუქებთ და ვილამაზებთ ჩვენს ყოველდღიურ ყოფას. ამიტომ დღეს მინდა ცოტა ისეთი ინტრიგნული გაშლა ჩავწერო, ოღონდ ისეთი ხუმრობის ინტონაციით ვამბობ ამ ინტრიგნულ სიტყვას და გავშალოთ ესე. აი თქვენ რა გგონიათ, რომ ის ადამიანი თქვენზე ფიქრობს, მას რა გონია, რომ თქვენ მასზე ფიქრობთ და სინამდვილეში რას ფიქრობთ თქვენ რეალურად რა, ანუ იმას რა გონია თქვენ რას ფიქრობთ, თქვენ რა გონიათ ის რას ფიქრობს და სინამდვილეში რას ფიქრობთ ერთმანეთს. ეს არის ძალიან საინტერესო საკითხი და ვნახოთ როგორ დაგვანახებს ამ რეალობას ტარო. აი ეს რეალობაც თუ დაემთხვა, მაგ შემთხვევაში შემიძლია მწვანე აგინთოთ და გითხრათ, რომ კი ბატონო მიბრძანდით თქო. მოკლედ ესეთი ამბავი გვაქვს. ხო, კიდე ძალიან უცნაური რაღაც მოხდა გუშინ YouTube-ზე ერთ-ერთმა ჩემმა გამომწერმა დააკომენტარა, რომ თურმე TikTok-ზე ვიღაცას აქვს გვერდი, ვერონიკა მენდოზა თუ რაღაც ესეთი არ მახსოვს ზუსტად, რომელიც ითვისებს ჩემს ვიდეოებს. მადლობა მას პოპულარიზაციისთვის პირველ რიგში და მიითვისოს, მაგრამ მეორე საკითხი არის ის, რომ თქვენ უნდა იქნეთ დაცულები და მე არავის არ უძახი პირადში, რომ დაუშვათ იქით არ უწერ უბრალოდ არავის, თორე თქვენ რომ წერთ, მე გპასუხობთ აუცილებლად. მაგრამ მე არავის არ ვწერ, არავის არაფერს არ ვთავაზობ, არანაირ რიტუალს ხალხო არ ვაკეთებ, არასდროს და ცხოვრებაში არც გამიკეთებია და ეხლა იმ ჭკუაზე ვარ, რომ ალბათ არასოდეს არ გავაკეთებ. მე ესე მგონია ყოველ შემთხვევაში. ამიტომ რაღაცნაირად თუ პირად კონსულტაციაზე ჩაეწერებით ხოლმე, რაღაცნაირად მოითხოვეთ ჩემგან დადასტურება. არ ვიცი ხმოვანი შეტყობინებით, რომ ცნობთ ჩემ ხმას როგორც მინიმუმ. არ ვიცი, რა რაღაცით მოითხოვეთ, მოკლედ დადასტურება რა. რომ ამ გამომძალველ და თაღრით ადამიანებს რაღაცნაირად ავწდეთ. დანარჩენი მე სამყაროს კანონების მჯერა, ბუმერანგის მჯერა და ისიც მჯერა, რომ ყველაფერი ისე იქნება, მოკლედ, როგორც საჭიროა რომ იყოს. კარგი, ცოტა გრძელი შესავალი გამომივიდა, ამიტომ დავიწყოთ ახლა ჩვენ გაშლა და ვნახოთ. ესე იგი, პირველი კითხვა გვაქვს, და ამოვიდა კვერთხების მეფე, კვერთხების ხმლების მეფე და რვიანი პენტაკლები. აი, პირველი კითხვა გვაქვს, მას რა გონია თქვენ რას ფიქრობთ მასზე? აქეთ დავაკეთოთ თქვენი იდენტიფიკაცია, აქეთ გავაკეთოთ მისი იდენტიფიკაცია, ანუ თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის. პირველი არკანით ვაკეთებთ ესეთ შეკითხვას. მას რა გონია, რომ თქვენ მასზე ფიქრობთ? მას რა გონია? მეორე შეკითხვა გვაქვს ესეთი. თქვენ რა გგონიათ, რას ფიქრობს ის თქვენზე? თქვენ რა გგონიათ, რას ფიქრობს ის თქვენზე? მესამე შეკითხვა. რას ფიქრობთ თქვენ რეალურად
მასზე? რას ფიქრობთ თქვენ რეალურად მასზე? და რას ფიქრობს ის რეალურად თქვენზე? რეალურად თქვენზე. რა ხდება თქვენს შორის? ვიმუშაოთ მოდი ამ დასტით. რა ხდება თქვენს შორის? და აი ამ დასტას რო გავხსნი, ეს იქნება იდენტიფიკაცია. თუ იდენტიფიკაციაზე მოკლედ გამოგეხმაურათ, ეს დანარჩენი 4 შეკითხვა თქვენია. თუ არა, მაშინ არა. რა ხდება თქვენს შორის ახლა მაჩვენე? მაჩვენე რა ხდება თქვენს შორის. და ბოლო არკანით, ბოლო დასტით უფრო სწორად, მინდა დავამატოთ თითო არკანი, რომელიც არის არაჩვეულებრივი ტაროს დასტა, unspoken truth, ანუ უთქმელი სიმართლე და ვნახოთ რა არის ის უთქმელი სიმართლე, რასაც თქვენ თავსაც შეიძლება არ უტყდებით და რა არის ესეთი სიმართლე მისთვის, რასაც საკუთარ თავსაც არ უტყდება. ნახოთ აბა რას გვეტყვის, რას ვერ ამბობთ თქვენ ან მასთან ან საკუთარ თავთან. და რას ვერ ამბობს ის თქვენთან ან საკუთარ თავთან. ესე. დავიწყოთ. იმედი მაქვს გავიგეთ რა ხდება. როგორი გაშლა გვაქვს, ნახოთ რა ხდება თქვენს შორის ახლა. 4-იანი თასები, ხმლების პაჟი და არკანი ეშმაკი. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ იმ გაშლის გაგრძელებაა. აი რომელზედაც ვთქვი, რომ აბამ იმ გაშლას თქო და იმის გაშლაა თქო. აი ჩემო ძვირფასებო, 4-იანი თასები, არკანი ეშმაკი და ხმლების პაჟი. პირველ რიგში რაც შემიძლია ვთქვა აქ არის ის, რომ ადამიანი სოციალურ ქსელებში გაკვირდებათ, გათვალიერებთ ყველა თქვენ მოძრაობას, ყველა თქვენ კომენტარს, ყველა თქვენ რეაქციას უყურებს, ცდილობს რომ რაღაცნაირად გაიაზროს, რაღაცა ლოგიკური სურათი ააწყოს, რაღაცა ფაზლი დაალაგოს თავის ტვინში, თუნდაც რა ხდება თქვენს სივრცეში რეალურად. ანუ რა არის, რასაც ტრანსლირებთ ეგ არის თუ იმის უკან კიდე რაღაცეები არის, ხო? აი ესეთი ინტერესის სიტუაციაა აქ. აქ არის უდიდესი მიზიდულობა თქვენ შორის, უდიდესი ემოციური კავშირი, უდიდესი, ხა ეს მე-15 ენერგია, ეს არის როგორი სიტუაცია იცით, როდესაც ადამიანები აბსოლუტურად აუხსნელად გრძნობენ ერთმანეთს, ანუ გრძნობენ რაღაცნაირად ვიბრაციებს ერთმანეთისას. რომ კითხოთ მე-15 არკანის ენერგია როგორ მუშაობს ადამიანებში, ეს არის როგორი სიტუაცია, ნახეთ. პირველ რიგში ეს არის უდიდესი ეჭვიანობა, როდესაც ადამიანები ერთმანეთის მიმართ ეჭვიანობენ, მაშინაც კი, როდესაც ლოგიკურად არ არსებობს ამისი არანაირი საფუძველი, რომ იეჭვიანონ. ერთი ეს სიტუაცია გვაქვს, იმიტომ რომ ახალდაწყებული ურთიერთობა შეიძლება არის, ან დასრულებული ურთიერთობაა საერთოდ და თქვენი გზით წახვედით, ის თავის გზით წავიდა. ანუ მოკლედ აქ სიტუაცია არის ისეთი, რომ ადამიანები ერთმანეთსკენ იწევენ, ადამიანებს გონიათ, რომ ერთმანეთის ცხოვრებაში რაღაცეებზე უფლებები აქვთ, რაღაცების მოთხოვნა შეუძლიათ, ან როგორც მინიმუმ თავის თავთან მაინც ბრაზობენ რაღაც საკითხებთან მიმართებაში, თუმცა ეს რატომ ხდება, თვითონაც რო კითხო ლოგიკურად არ იცის. ეს ერთი. აქვე ნახეთ როგორი სიტუაცია, დააკვირდით ორივეს აქ თვალი ახვეული რა, ქალბატონსაც, მამაკაცსაც, თუმცა ეს დასტა მე ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ სხვა დასტაში ეშმაკის არკანი გაცილებით უფრო ისეთი მძაფრი და მძიმე ენერგიებით არის წარმოდგენილი. აქ ესე არ არის. აქ კი არის ვაცის თავი, ჩონჩხის თავი, მაგრამ ეს შეიძლება იყოს როგორი სიტუაცია იცით, როდესაც არ არის ცუდი
უარყოფითი განზრახვით ეს პროცესი დაწყებული. ეს კიდევ ცოტა გვამშვიდებს ასე რომ ვთქვათ რა. თორე ზოგადად ეშმაკის არკანი არის ძალიან დიდი მიზიდულობა, ძალიან დიდი ვნება, ძალიან დიდი ინტერესი, განცდა იმისა, რომ ამ ადამიანს ვიცნობ, აი თავიდან ბოლომდე ვიცნობ რეალურად და ვიცი ვინც არის და ის რომ ძალიან ჩემიანია. აი ესეთი ეშმაკის არკანი. თუმცა რეალურად ეხლა რაც მოვყევი, აი ამის რეალობა არის ის, რომ თქვენ ამაზე ვერ იღებთ ემოციურად ის რაც გინდათ, ის რისკენაც ისწრაფვით, ის რისი უდიდესი სურვილიც გაქვთ, რისი მოთხოვნილებაც გაქვთ, თქვენ ერთმანეთისგან ამას ვერ იღებთ და იკეტებით საკუთარ თავში, იკეტებით საკუთარ ნაჭუჭში, სევდიანობთ, რაღაცა ნოსტალგიები გაწვევათ, რაღაცა ფიქრები გაწვევათ, ზოგ შემთხვევაში აქ ეჭვიანობის ძალიან დიდი მომენტებიც არის, იმიტომ რომ ეშმაკსაც ახასიათებს და ხმლების პაჟის ენერგიასაც ახასიათებს ეს რაღაცა ეჭვიანობის ამოფრქვევები და ემოციური შემოტევები. ეს არის ზუსტად აი იმ გამოუთქმელი, ამოუთქმელი და გაურკვეველი სიტუაციის გამო, რაც ახლა არის თქვენს სივრცეში. მოკლედ, თუ ეს, აი ეს, რაც აქამდე მოვყევი, ჩემო ძვირფასებო, რეზონირდა, აი დანარჩენ გაშლას უყურეთ შემდეგ. თუ ეს არ რეზონირდა, რაც ახლა მოვყევი, მაშინ ეს გაშლა თქვენი არ არის და აღარ გააგრძელოთ ყურება. დაელოდეთ სხვა გაშლას, რომელიც თქვენი იქნება. კაი, ეხლა ვნახოთ რა გონია მას, რომ თქვენ მასზე ფიქრობთ. რა გონია მას, რომ თქვენ მასზე ფიქრობთ. 7-იანი პენტაკლები. ანუ აქ რა გონია ეხლა მას, რომ თქვენ მასზე ფიქრობთ. 7-იანი პენტაკლები არის მოლოდინის ენერგია. მას გონია რეალურად, რომ თქვენ მას ელოდებით, ელოდებით სევდიანად, ელოდებით მოწყენილად, ელოდებით რაღაცნაირად იმ მოცემულობით, რომ აი აღარ დაადგა საშველი რაღაცას, აი რაღაცა მოთმინების ძაფირო გაქვს ბოლო წამში ესე გაწელილი და გაწყვეტაზე რო არის, ხო? აი რაღაცა ესეთი სიტუაცია. მას რა გონია, რომ თქვენ მასზე ფიქრობთ. აი ესეთი სიტუაცია, რომ მას გონია, რომ თქვენ ელოდებით. ელოდებით მისგან ნაბიჯს, ელოდებით რაიმე კონკრეტულს, ელოდებით რაღაცას, მოკლედ ისეთ, რაც გაფიქრებინებთ, რომ რაღაც ილუზორულ მდგომარეობაში საკუთარ თავთან არ ხართ, ხო? ეს. ეხლა რეალურად თქვენ რას ფიქრობთ მასზე? ეს ვნახოთ. არკანის შეყვარებულები. თქვენ მასზე ფიქრობთ რას? რომ ის არის თქვენი სულის მეორე ნახევარი. აქ არკანის შეყვარებულები თუ დააკვირდებით როგორ არის გამოსახული, ნახეთ, ჩიტი და ქალია. რეალურად თქვენს შორის რატომ ხდება ეს მოლოდინის რეჟიმი, რატო აქ ეშმაკის არკანი უკვე ჩემთვის ლაგდება აქ სიტუაცია. რატო არის, ნახეთ, თქვენ შორის შეიძლება იყოს ძალიან დიდი დაბრკოლება, ძალიან დიდი სოციალური სტატუსის განსხვავება, ასაკობრივი სხვაობა, რელიგიური სხვაობა, კანისფერის სხვაობა, მენტალობაში სხვაობა, რა ვიცი, რაღაც ოჯახურ მდგომარეობაში სხვაობა, ხო, ყველანაირ სხვაობას ასახავს აი ეს არკანი, აი ამ კონკრეტულ დასტაში, რომელიც ადამიანს არ აძლევს შესაძლებლობას თავისუფლად გადადგას ნაბიჯები და მიიღოს ის იმ დროში, რა დროშიდაც უნდა. ზოგადად ეშმაკის არკანი და შეყვარებულების არკანი არის ძალიან დუალური არკანი, გაორებული ენერგიაა, ანუ მინდა და ვერ მივდივარ, აი ესეთი ენერგიაა, თორე ზოგადად ეს არის მოცემულობა, როცა ადამიანები აქ უკვე ორი მაღალი არკანი მოვიდა. ადამიანები კარმულად არიან ერთმანეთთან დაკავშირებული. ადამიანებმა ერთმანეთი იცნეს საიდანღაც, როგორღაც ნანაირად, ანუ სულმა სული დაინახა, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ რა განვითარება ექნება ამ სულიერ ხედვას, ეს უკვე სხვა საკითხია, იმიტომ რომ ეს არის ზუსტად კარმული ურთიერთობისა და კარმული გამოცდების თემა, რატოც გვეძლევა საერთოდ ცხოვრებაში ადამიანებს, ხო? ვნახოთ ის სიმართლე, რასაც საკუთარ თავსაც ვერ ეუბნებით, ან მას, რა თქმა უნდა, ვერ ეუბნებით, ხო? რა საოცარია, ნახეთ. აი ზუსტად ეშმაკის ენერგიის არკანია აქ გამოსახული. I keep stepping forward you only to pull away again. ანუ მე გიახლოვდები, მოვდივარ შენამდე იმისათვის, რომ ისევ უკუგაგდო. ისევ, ანუ და ამით ამ უკუგდებით, აი ამ უარით საკუთარ თავსაც ვატკინო და შენც გატკინო. სრული გამოსახულება არის ეშმაკის
არკანის და კონკრეტულად აი ამ დასტის შეყვარებულების არკანის. ანუ ეს არის ჩემო ძვირფასება, თქვენ რეალურად თქვენს თავსაც არ უტყდებით იმას, რომ მიდიხართ ადამიანთან, გინდათ ეს ადამიანი, გაინტერესებთ ეს ადამიანი, გიზიდავთ ეს ადამიანი, თვლით რომ ეს ადამიანი თქვენი ადამიანია, მაგრამ აი კონკრეტულ მომენტში უკან იხევთ. იმიტომ რომ ირთვება ეს რაღაცა რაციონალური გონება ირთვება ეს რაღაცეები, რომ ნუ ესე არა, ესე არა, ესე არა, ესე არა, ესე არ შეიძლება. ხო, აი ეს სიტუაციაა და ელოდებით რაღაცას. ოკეი, ეხლა ვნახოთ თქვენ რა გგონიათ, რომ ის თქვენზე ფიქრობს, ხო? ანუ თქვენ რა გგონიათ, რას ფიქრობს ის თქვენზე. არკანი ძალა, ჩემო მეგობრებო. არკანი ძალა, ეს არის ენერგია, როდესაც თქვენ მისთვის ხართ ძალიან გრანდიოზული, ძალიან მასშტაბური, აი რაღაცა სასწაულად დიდი ენერგეტიკის მქონე პიროვნება და ამ დროს თითქოს არაფრით გამორჩეული, უბრალო რაღაცნაირი ისეთი, აი ჩვეულებრივი თითქოს, მაგრამ აი ამ ჩვეულებრივობაშია ზუსტად აი ეს რაღაცა, ნახეთ როგორ აი უღიმღამო სახის გოგოა თითქოს რა, ისეთი აი რო არაუშავს, ანუ რო ვერ შეამჩნევ, რო ვერ დაიმახსოვრებ რაღაც მომენტში, მაგრამ არ არსებობს, რომ ის ენერგეტიკა, ეს რაღაცა უდიდესი ლომის ენერგეტიკა, რომელიც მასთან დაყვება, ეს დაგჭირთ შეუმჩნეველი. ანუ ნახეთ, არსებობენ სიმპათიური მამაკაცები, არსებობენ სიმპათიური და ლამაზი ქალები, რომლებიც უბრალოდ აი გრჩებიან ესე მეხსიერებაში რაღაცა ნუ დავინახე მომეწონა გავიარე, ხო? აი თქვენ შემთხვევაში დავინახე მომეწონა გავიარე ვერ ხდება. ვერც მამაკაცის მხრიდან და ვერც ქალის მხრიდან. მით უმეტეს თქვენ რა გგონიათ, რას ფიქრობს ის თქვენზე, არის ეს, რომ ან თქვენ გგონიათ, რომ ეს ადამიანი გთვლით აი ეს რაღაცა გრანდიოზულ, ძალიან დიდ, ძალიან მნიშვნელოვან მოვლენად მის ცხოვრებაში. რეალურად რას ფიქრობს ის თქვენზე, ნახოთ? რეალურად გული უცემს, გული უძგერს, სათქვენოდ. ეს ამბავია. რა ინდით ასების, ეს არის ადამიანი, რომელსაც უყვარხართ. ნამდვილად ადამიანი, რომელიც მზად არის, რომ აი ნახეთ, თავისი გული აქვს ქნარად გადაქცეული და ამ თავის გულზე უკრავს თქვენთვის მელოდიებს. ანუ ეს არის ადამიანი, რომელიც ყველანაირად ემოციურად გგრძნობთ და ეს ემოციური შეგრძნებები რეალურად მისთვის იმდენად ახლოს არის, იმდენად ნაცნობია, რომ ფაქტობრივად საკუთარ გულზე გრძნობს იმ ყველაფერს. ანუ აქ მისი მხრიდან არის სიყვარული, აქ მისი მხრიდან არის მზაობა, რომ რაღაცნაირად ეს ემოცია გადმოგცეთ და მოიტანოს თქვენამდე. რას ვერ ეუბნება საკუთარ თავს და რას გეუბნებათ თქვენ? რას ვერ გეუბნებათ ვერც თქვენ. აი შეხედეთ. ეს არის სიტუაცია, როდესაც ადამიანი ვერ უმხელს საკუთარ თავსაც კი, რომ იმდენად ძლიერია კავშირი თქვენ შორის, იმდენად ინტენსიურია კავშირი თქვენ შორის, რომ ეს напряжение დაძაბულობა, ასე რომ ვთქვა, ეს ზეწოლა, ეს ემოციური წნეხი რაღაცნაირად ძალიან აშინებს და ამძიმებს. ანუ ხალხო 100-დან 100 შემთხვევაში ეს არის იმ წინა გაშლის გაგრძელება. ნამდვილად ესეა, ანუ თქვენ ხართ ადამიანი მისთვის, რომელიც არის მთელი სამყარო და იმდენად დიდია. ამის აღქმა იმდენად უცხოა ესეთი რაღაც, რომ რაღაცნაირად ესე დაატყდა თავს ადამიანს ამხელა გრძნობა, რომ ეს ყველაფერი მას აშინებს. აი ესეთი სიტუაცია გვაქვს, მოკლედ, ესეთი იყო გაშლა დღევანდელი ჩვენი. პირად კონსულტაციებზე მხოლოდ ვიდეოში ვამბობ, რომ შეგიძლიათ მომწეროთ WhatsApp-ზე, რომლის ნომერიც მითითებულია. TikTok-ზე არ აქვს ნომერი მითითებულია YouTube-ზე და მითითებულია ამავე დასახელების Facebook გვერდზე. რაღაცნაირად ხალხო მოითხოვეთ დადასტურება, რომ დარწმუნოთ იმაში, რომ მე მესაუბრებით უშუალოდ. პირადი კონსულტაციების სურველებს გეხებათ ეს კონკრეტული ფაქტი. აი ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი საჯარო გაშლა. მე იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ, იმედი მაქვს, რომ რეზონირდა, იმედი მაქვს, რომ რაღაცნაირად დაგეხმარეთ და ჩაგახედეთ საკუთარ თავშიც და მასშიც ცოტა და
ვეცდები რომ მალე შეგხვდეთ. ნახოთ რა და როგორ განვითარდება მოვლენები. მადლობა რომ ხართ ჩემს სივრცეში, მადლობა რომ ისმენთ და მადლობა რომ მიყურებთ. დროებით.